ტერიტორიები ამ შემდგომში ამერიკაც ცნობილები აღმოაჩინა, იმიტომ რომ ინდოეთს ეძებდა. ეს არის ესე იგი მრავალჯერ ტირაჟირებული ტყუილი და საერთოდ მრავალჯერ რო ხდება ტირაჟირება, ცოტა საეჭვო რო ტყუილი იყოს. საეჭვოა. ტყუილზე უნდა იაჭოს და ვერმა. თურმე მაგ პერიოდში, აი ზუსტად მაგ პერიოდში 1415 საუკუნის ბოლოში 1490 წლებში ესპანეთის მეფესა და დედოფალს გამოუწია ბრძანება ებრაელების განდევნის ესპანეთიდან. რაც სისრულეში მოუყვანიათ. ესე იგი 100,000-ობით ებრაელი ჩამჯდარა გემებში და წასულან იტალიისკენ, იმიტომ რომ საფრანგეთში და ინგლისში უკვე განდევნილები იყვნენ ეგენი. ანუ ესპანეთის მიუბაძია მაგათთვის. ხო და ბევრი ხალხი ჩახუცილა, არ იღებდნენ პორტებში და შიმშილით დაიხოცა ბევრი. აი ზუსტად მაგ პერიოდში და თურმე ეს კოლუმბი ყოფილა გაქრისტიანებული ებრაული აი ვინც გაქრისტიანდა რაღაც ტერმინი ჰქონდათ მაგათ. აღარ მახსოვს თქვენს. აი ის იმ თემიდან ყოფილა და ის ხალხი ვინც მაგის გემებში იყვნენ, სწორედ იმ თემიდან იყვნენ, რომლებიც გაქრისტიანებული, ძალით გაქრისტიანებული ებრაელები იყვნენ. აი ესეთი მეთოდებით. და სანამ წავიდოდა კიდე კოლუმბი, არის ისტორიული ფაქტი, რომ ებრაელ მეცნიერებს სთხოვა რუკები. დაახლოებით ასე ვთქვათ, წარმოდგენა ქონოდა ასე ვთქვათ ამ გეოგრაფიაზე. რეალურად წავიდა ახალი ტერიტორიების აღმოსაჩენად. რაიმე კუნძულის აღმოსაჩენად, სადაც წავიდოდნენ ებრაელი ხალხი. რეალურად. რა სისულელია, რა ინდოეთისკენ ვაჭრობა. ესეთი ისტორიული პერიოდი რო იყო იქ. რა ინდოეთი და იმის რაღაცა ერთი ტონა ვთქვათ რაღაცა პილპილის ჩამოტანა და რაღაცა როგორ ჩამოაღწევდნენ საერთოდ იმ პილპილიანად ძალიან ძნელი სათქმელი იყო მაშინ. ძირითადად ეგ შემოდიოდა სახმელეთო გზით. ქარავანები შემოქონდა და სანაპიროზე ახლო ესე არაბეთის მხრიდან ძალიან ცნობილი გზით და არავის არ ჭირდებოდა ეს ესეთი ვთქვათ ავანტურაზე არავინ არ წავიდოდა რაღაცა ვთქვათ ვაჭრობისთვის. რა სისულელე რა დაუფიქრდეთ რეალურად წარმოვიდგინოთ ჩვენი თავი წარმოვიდგინოთ იმ პერიოდში. იქ რომ მიდიოდნენ ნახევარზე მეტი მატროსები იხოცებოდნენ. სასიკვდილოდ ვინ გაწირავს თავს? აი ესეთი სიტუაცია ყოფილა კაცო. ამას მალავენ. არ ამბობენ ერთხელ ხო შეიძლება თქვან ამაზე. რომ აი ამ დროს ესეთი სიტუაცია იყო პოლიტიკური. რომ 100,000 ებრაელი განდევნეს და იტალიისკენ ასე ვთქვათ ნეაპოლის მეფეს შეუფარებიათ. მარტო მაგას. და ბევრს ხო ვერ შეიფარებდნენ. ბევრი დახოცილან. და გემებით ასე ვთქვათ სხვა გამოსავალი არ ქონდათ, ყველა მიმართულებით წასულან და აღმოუჩენია კუბა. კუბა აღმოაჩინა. კოლუმბმა პირველად. აი ეს არის ისტორიული სიმართლე. არა დაიძახიან, აი ექსპედიციაში წავიდა რა ექსპედიციაში წარმოიდგინეთ, აბა ოკეანის წყალი, რომლის დალევა შეუძლებელია, აი ზღვის წყლის დალევა და ვთქვათ, აი ეგეთი კიდე დაბალი ისა აქვს, ვთქვათ, მარილიანობა და ოკეანის წყალს მქონია ძალიან მაღალი მარილიანობა. იმის დალევა შეუძლებელი მოკვდება ადამიანი. და წავიდეს სადღაც მოუსავლეთში ადამიანი.
როგორ განჩირებული უნდა იყოს? რა ინდოეთის აღმოჩენა ხალხო? რა ინდოეთის აღმოჩენა? აბა დაფიქრდეთ. სასიკვდილო თავს ვინ გადადებს იმის გამო რომ რაღაც აღმოაჩინოს სავადრო პირპილი ჩამოვიტანოს. პირპილი ჩამოვიტანო. ჰა? აბა დაფიქრდეთ. ხალხი განდევნილი იყო. სასოწარკვეთილი. სასიკვდილი ქონდათ მიჯილი ასე ვთქვათ. თან როგორი კანონი გამოუციათ, შეგიძლიათ გაყიდოთ თქვენი ქონებაო, შეგიძლიათ გარკვეული დრო მიუციათ. აი იმ პერიოდამდე არ დაგადებენ ხელსაო. ოღონდ გატანის დროსაო, ნივთები შეგიძლიათ წაიყოლოთ, ოღონდ ოქრო და ვერცხლი არაო. ეგ არ შეიძლებაო. ანუ როგორ უნდა ეყიდათ, რაზე უნდა ეყიდათ, რაზე უნდა ეცვალათ თავიანთი ვთქვათ ბინა და ეგეთი რაღაცები ვთქვათ ტიპად. ქონება, რაზე უნდა ეცვალათ მითხარით? სკამებზე? სკამებზე გაეცვალოთ და შუშებზე, იბებზე რა ქვია, სარკეებზე. ოქროს გაწაღება თუ შეეძლოთ. ანუ ეს იყო მასყრად აგდება. მასყრად აგდება საზოგადოების ეს კანონის იმიტომ დაუშვეს რომ გაყიდაო რომ ოფიციალური კანონიერი მფლობელები გამختარიყვნენ ვინც გახდებოდა ვინც ექსპროპრიაციას ვინც მოახდენდა რა ესე რომ არ